ძვირფასო მაყურებლებო მოგესალმებით. ვაგრძელებთ განხილვას რეგიონში მიმდინარე მოვლენების საომარი მოქმედებები გრძელდება მესამე დღე არის დღეს. სამწუხაროდ დილით ვერ მოვახერხე ანალიზის მომზადება, თუმცა ახლა საღამოს მიმოვიხილავთ და ზოგადად ერთი ანალიზის გაკეთებას შევეცდები სულ მცირე, შეიძლება ორიც მოვასწრო ხოლმე დილით და საღამოს. საკმაოდ შრომატევადი საქმეა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში საინტერესოა და მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით იქედან გამომდინარე, რომ ვხედავ, რამდენად მოგწონთ თქვენს აი ესეთი ფორმატი, ანუ საკმაოდ ხელმისაწვდომი, პრაქტიკულად პირდაპირ ეთერში ვუყურებთ თქვენთან ერთად, აი ამ მთელ მოვლენებს ერთად ვაანალიზებთ, რაც არის ძალიან ეფექტური და თვალსაჩინო და დროშიც მომგებიანი, იმიტომ რომ ძალიან ახალ ინფორმაციას ვიღებთ უცებ. ვხედავ, რომ მოგწონთ და ეს უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს გავაგრძელოთ ეს საქმე. ასევე გთხოვთ, სანამ გადავალთ უშუალოდ ვიდეოზე, არ დაგავიწყდეთ აუცილებლად მოწონება ან დალაიქება, დაწერეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში, გამოიწერეთ არხი, ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია არხის შემდგომი განვითარებისთვის. დავიწყოთ და გეტყვით, რომ საომარი მოქმედებები საკმაოდ აქტიურად გრძელდება პრინციპში. მოდით მივყვეთ მოვლენებს, რადგან ზგუშინ საღამოს გავაკეთე ბოლო ანალიზი. ბოლო 10 საათი მაგალითად გავიხილოთ რა ხდებოდა. შეერთებული შტატების თვითმფრინავი დაიცა ქუვეითში. აგერ ხედავთ, რეალურად 3 F-15 არის იქ 3 F-15 დაიცა. უпроსწორად, საერო თავდაცვის სისტემის მიერ არის ჩამოგდებული ამერიკული F-15-ები, ან ამერიკული, ან ქუვეითის საერო თავდაცვის მიერ შემთხვევით. და ის უკვე დაადასტურეს. როგორც ვიცით, პილოტები გადარჩნენ და საბოლოო ჯამში რეალურად ეს ყველაზე დიდი შეცდომა არის ამ მომენტში, ეგრეთ წოდებული friendly fire რაც ქვია, ხო? როდესაც საკუთარი ძალების მიერ ხდება საკუთარივე რომელიმე შეიარაღების ამ შემთხვევაში მიზანში აყვანა და ეს სერიოზული პრობლემაა. ვაგრძელებთ 9 საათის წინ, ანუ ეხლა არის 7 საათი შესაბამისად დილის საათებში. თბილისის დროით არის 7 საათი დაახლოებით. დაბომბვა იყო კონკრეტულად აი ამ ქალაქში, ხედავთ, აი ქალაქს ქვია სანანჯანი, სადაც პოლიციის შენობა დაიბომბა. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? საკმაოდ გასაგებია ჩემი აზრით, იმიტომ რომ პოლიციის შენობა ეს არის უკვე რეჟიმის შენობა და შესაბამისად, რადგანაც მიზანი არის რეჟიმის ცვლილება, რეჟიმის დამხობა, პრაქტიკულად გასაგებია, რომ შეერთებული შტატები და ისრაელი ახლა უკვე ბომბავენ არამხოლოდ ჯარის, არამედ პოლიციის შენობებსაც და საერთოდ სახელმწიფო სხვა შენობებსაც იმ მიზნით, რომ შემდგომ აჯანყება ხალხის გახდეს რეალური. შემდგომ ვაგრძელებთ და ქუვეითში იყო ხანძარი, ქუვეითი საკმაოდ სერიოზული დარტყმის ქვეშ იმყოფება დღეს. აქ ხედავთ აგერ ერთ-ერთი პილოტი, რომელიც გადარჩა. ევაკუაცია მიმდინარეობს იმ ადგილიდან. ირანული საერო თავდაცვა მუშაობდა აი ამ რეგიონში, რეგიონს ქვია ქერმან. და ასევე აი აქ პორტი არის, ძალიან საინტერესო, ხედავთ აქ პორტი, აი ამ ნაწილში არის პორტი. აქ არის ამერიკული აბრაამ ლინკოლნი, რომლის მიმართ სრული სიგიჟე იყო, ცხადია, 4 ბალისტიკური რაკეტა გავისრულეთო, ირანელებმა თქვეს და თვითონაც არ თქვეს, რომ მიზანში გავარწყითო და ბალისტიკური რაკეტით ავიამზიდის მიზანში აყვანა წარმოუდგენელი ამბავია სამხედრო კუთხით, იმიტომ რომ ბალისტიკური რაკეტას სჭირდება ფიქსირებული მიზანი და როგორც გესმით ყველას, ამ შემთხვევაში გემი არის ყველაზე არაფიქსირებული, რადგან ძალიან მარტივად შეუძლია მანევრირება გემს, ამიტომ ბალისტიკურ რაკეტით გემს რო ესვრი, რომელსაც 500 მეტრიანი ცდომილება აქვს, წარმოუდგენელია რეალურად, მაგრამ ეთყობა სხვა არაფერი აქვს იმისთვის, რომ ავიამზიდს ესროლო, ფაქტია და ამიტომ ეს განაცხადეს. მოკლედ ეს მთელი ამბავი არის არასერიოზული, რაც გავრცელდა. ეს არის პორტი, რა მდგომარეობაშიც იმყოფება, აქ ხედავთ დაზიანებული შენობები, ხედავთ პრინციპში დაზიანებული ინფრასტრუქტურა, აქ არის ასევე რამდენიმე
ნავი აგერ 1, 2, 3, რომელიც უკვე წყლის ქვეშ არის. როგორც დონალდ ტრამპმა განაცხადა, შეერთებული შტატების მიზანი რჩება ირანული მთლიანად საზღვაო ძალების განადგურებაც მათ შორის. ეს არის F-15-ის ჩამოვარდნის კადრები, თუ ვინმეს გაინტერესებთ უყუროთ. طيارة حربية شوف ხედავთ. მოგეთ თურქეთმა დაკეტა საზღვარი უკვე რეალურად ირანთან და ამ მომენტისთვის თურქეთის და აზერბაიჯანის საზღვრები ჩაკეტილია. აზერბაიჯანმა საზღვარი ჩაკეტა ჯერ კიდევ კოვიდის დროს და დღემდე ჩაკეტილია საზღვარი კოვიდის გამო, ცალკე თემაა მოკლედ ეს. ეხლა არის სომხეთის საზღვარი ერთადერთი ღია და მე ზოგადად მათ შორის ვამბობ იმას, რომ სომხეთმაც უნდა ჩაკეტოს საზღვარი. ნუ საქართველომ უნდა გაითვალისწინოს, ცხადია, რომ შეიძლება თუ სომხეთის გავლით ჯერ იქ უნდა დაიწყოს, არაფერი არ არის იქ დაწყებული, მაგრამ იქ არის საფრთხე რომ რაღაც დაიწყოს და შემდეგ უკვე შეიძლება მაშინ საქართველოსკენაც დაიცრან. თუმცა, რა თქმა უნდა, საზღვარზე ქვეყნები უფრო რისკის ქვეშ არიან, ვიდრე შორეული ქვეყნები, როგორიც არის საქართველო მაგალითად, ნუ რომელიც ვისაც საზღვარი არ აქვს პირდაპირ ირანთან. საერთო თავდაცვა აქტიურად მუშაობდა ერბილში, ერბილი რჩება პრინციპში ერთ-ერთი საკვანძო ადგილი დარტყმების, სადაც ამერიკული სამხედრო ბაზა არის განლაგებული. ეს არის ბანდარ აბასი, ორმუზის სრუტესთან მდებარე ქალაქი ბანდარ აბასი, დიდი პორტი, სადაც აგერ კადრები არის და განადგურება ხდება ისლამური რევოლუციის დამცველთა გუშაგთა კორპუსის შენობის, ესეც პარალელურია, ანუ ერთი ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მიმართულებით, მეორე პოლიციის და ბასიჯების მიმართულებით არის დარტყმები ძირითადად. ესე იგი, ირანელები აცხადებენ, რომ ქუვეითში ამერიკული ბაზა გამოიყვანეს მწყობრიდანო. არ მგონია, ასე ვთქვათ, არანაირი სანდო არ არის ეგ ინფორმაცია. სავარაუდოდ შეიძლება რაღაცას გაარტყეს. ქუვეითი იყო, რომ გაჩვენეთ მაგალითი, რომ ნამდვილად რაღაცას გაარტყეს, გუშინ ჯერ კიდევ და შეიძლება ეგ გამოიყენება როგორც დასტური იმისა, რომ ბაზა მწყობრიდან გამოყვანილია. სავარაუდოდ მთლიანად არა, ნაწილობრივ შეიძლება, დაზიანება შეიძლება იყოს. და კადრები გუშინდელი მაგაზე მეტყველებენ, რომ დაზიანება იყო ვიზუალური გარედან. ჩინეთი აგრძელებს განცხადებებს, რომ ეს სრულად მიუღებელია საერთაშორისო სამართალს აქ საინტერესო იცით რა არის. სად არის ჩინური საერო თავდაცვა? ჩვენ ამაზე წინასწარაც გვისაუბრია, როდესაც ირანის კონფლიქტზე ვსაუბრობდით და პროგნოზებს ვაკეთებდი, როგორ და რანაირად განვითარდება, ვთქვი, რომ ეს უნდა იყოს ირანი გახდება პლაცდარმი შემოწმების ჩინური შეიარაღების. რუსული ხო შეამოწმეს 12 დღიანი ომის დროს. ახლა ჩინური შემოწმება უნდა ყოფილიყო და ისე შეამოწმეს, რომ არც არაფერი გაგვიგია ჩინური საერო თავდაცვის შესახებ. წარმოუდგენელი ამბავია რეალურად. ან ვერ ჩართეს, ცოტა აქ იუმორის ელემენტები მაქვს, ცხადია, წარმოუდგენელია, ან საუბარია იმაზე, რომ რეალურად ეფექტური არ არის. და საერთოდ უნდა გავიგოთ, ეფექტური არ არის რა დონემდე და არის თუ არა განადგურებული. ძალიან საინტერესოა ეს და იმედია, უკვე ძალიან ვიწრო სპეციალისტები ამის ამას შეგვატყობინებენ, ან რავი, დაზვერვა, ჯარი მაგალითად და ასე შემდეგ. ისრაელის მაგალითად სახალი იმედია ამას განმარტავს, იმიტომ რომ სად არის ჩინეთის საერო თავდაცვა, რომელიც ირანში არის განლაგებული. ხო, დღეს ირანელებმა ასევე დაიწყეს გამოყენება Su-35-ების რუსეთისგან ნაყიდი თვითმფრინავების ბოლო ერთ-ერთი თაობის. ნუ რუსეთშივე არ არის ეფექტური და ირანში ეფექტური ეგ რანაირად იქნება. მით უმეტეს ბოლო თაობის ამერიკული და ებრაული ტექნოლოგიების წინააღმდეგ, ასე რომ პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ეს ჯერ კიდევ რჩება საეჭვო საკითხად. საუდის არაბეთის მიმართულებით მიუხედავად იმისა, რომ გუშინ გააფრთხილა საუდის არაბეთმა, ნუ აკეთებთო, აი პირდაპირ, ნუ გვესვრით, იმიტომ რომ გამოიწვევთ ჩვენს მრისხანებას და გამოიწვევთ ჩვენს საპასუხო ცეცხლს და ასე შემდეგ. მაინც აგრძელებენ ირანელები, რაც თქვი, რომ პრაგმატული არ არის და ახსნი რატო არ არის პრაგმატული, ცოტა მოგვიანებით. დარტყმა არის ნავთობის გადამუშავების ქარხანაზე საუდის არაბეთში.
ეს ნავთობის ქარხანა მდებარეობს აქ დამამი არის მსხვილი საუდის არაბეთის ქალაქი ბაჰრეინის გვერდზე მდებარეობს. აგერ ხედავთ დამამის მიმართულებით. შემდეგ კვიპროსი. გადმოვედით კვიპროსზე. კვიპროსი იბომბება, კვიპროსზე აგერ კვიპროსი, ჩრდილოეთ ნაწილი აგერ ეს ნაწილი არის თურქეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორია, ეგრეთ წოდებული ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა. სამხრეთ ნაწილში მდებარეობს კვიპროსის რესპუბლიკა, რომელიც მთლიან კუნძულზე აქვს ვისაც სუვერენიტეტი და რეალურად ევროკავშირის წევრი არის, მაგრამ ამ კუნძულზე კიდევ არის ორი ტერიტორია. ერთი ტერიტორია არის ეს. აგერ აი აქ წითლად რომ არის აღნიშნული, აქ ხედავთ, აი ეს წითლად, ეს ნაწილი. წუთით წითლად არა. სწორად წითლად არის გზა აღნიშნული და საზღვრები მოკლედ მაგ ტერიტორიის არის აი ეს. აი ეს არის აგერ აი ეს არის საზღვრები მოკლედ. ეს არის ჩრდილოეთ ბაზა, ბრიტანული ტერიტორია და ეს არის სამხრეთ ბაზა, ეს არის საზღვარი. აი გადის, ხედავთ. ეს არის აკროწირი, რაფ აკროწირი, სადაც ასევე ორი ბრიტანული ტერიტორია მოკლედ. ეს არ არის კვიპროსის ტერიტორია და მდებარეობს ბრიტანეთის ორი სამხედრო ბაზა და ამ მიმართულებით არის გასროლილი მრავალი დრონი საკმაოდ. კვიპროსის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბრიტანულ ბაზებზე არის დარტყმები დრონებით ირანიდან ბალისტიკური რაკეტებიც იყო მანამდე და რომ კვიპროსი არ აპირებს რაიმენაირად კონფლიქტში ჩართვას, ნუ საკმაოდ ლოგიკურია. ისრაელი აცხადებდა 7 საათის წინ, ან დაახლოებით 12 საათისთვის, რომ აგრძელებს საომარ მოქმედებებს და ესე იგი დაბომბვებს, რაც ძალიან ასევე მნიშვნელოვანი ინფორმაცია არის. შემდეგ ვუყურებთ, რომ აგერ აქ დაბომბვები იყო ამ ნაწილში, კუნძული კიშის მიმართულებით, ამ ნაწილში და ამ ნაწილში რამდენიმე დაბომბვა 7 საათის წინ. ქუვეითის ინფორმაციით პრინციპში, როგორც ვითარით, შემთხვევით სამი ეს თვითმფრინავი არის ჩამოგდებული. გარდა ამისა, ბრიტანეთი აცხადებს, რომ დარტყმების მიუხედავად კვიპროსზე ბაზები ჩვეულებრივ რეჟიმში ფუნქციონირებენ. F-15-ის კადრები განახეთ. საფრანგეთი უკმაყოფილოა იმით, რომ წინასწარ უნდა ყოფილიყო ამ ყველაფრის შესახებ განხილვა, ცოტა უცნაური განცხადებაა. წინასწარ საჯაროდაც ხომ არ ეთქვათ, რომ ასეთ რამეს გეგმავენ პრინციპში. თუმცა ის რომ ეთყობა საფრანგეთთან არ ყოფილა განხილვა, ნუ სავარაუდოდ ამერიკას და ისრაელს შორის იყო განხილვა მხოლოდ და სხვა ქვეყნებთან არც ყოფილა. ირანის ინფორმაციით, ესე იგი, მოკლული არის ირანში 555 ადამიანი, ჯამში 100,000 ექიმიო მონაწილეობს დახმარების ღონისძიებებში მთელი ქვეყნის მასშტაბით. და 6 საათის წინ დაიწყო უკვე აი დღის პირველი საათიდან დაახლოებით სერიოზული დარტყმები თეირანის მიმართულებით. აბუ-დაბის მიმართულებით ხედავთ, რომ დრონების თავდასხმები იყო. დუბაი დღეს შედარებით მშვიდად არის. დუბაიში გუშინდელის მერე დღეს განსაკუთრებული პროცესები არ ხდება. აბუ-დაბიში ასევე აი რამდენიმე დრონი იყო და ჩამოვარდნილია. 5 საათის წინ საერთო განცხადება გააკეთა და ამას გულისხმობდით ეხან. საუდის არაბეთმა, გაერთიანებული არაბულმა საამიროებმა, ბაჰრეინმა, ქუვეითმა, კატარმა, იორდანიამ და შეერთებულმა შტატებმა და დაადასტურეს საკუთარი უფლება თავდაცვის ირანული თავდასხმების წინააღმდეგ ამ მიმართულებით და შესაბამისად აპირებენ სავარაუდოდ მოქმედებას და ერთობლივ მოქმედებას. თუ ირანი გააგრძელებს თავდასხმებს ამ ქვეყნებზე, ნუ უნდა ველოდოთ, რომ ეს ქვეყნებიც დაიწყებენ, ჯარი აქვთ, შეიარაღება აქვთ, საკმაოდ ძლიერი და რა თქმა უნდა დაიწყებენ დარტყმებს ირანის მიმართულებით. გარდა ამისა, ერთ-ერთი საკვანძო, რაც ვენიდან ახლა გავიგეთ, დარტყმები არის განხორციელებული ნატანზის ბირთვულ ობიექტზე და შესაბამისად შესაძლოა რადიაციული ფონის ცვლილება და იქ ვითარების გართულებაო ეს ირანულმა მხარემ განაცხადა. ანუ შეერთებულმა შტატებმა ეს ერთ-ერთი დარტყმა განახორციელეს ნატანზის ბირთვულ ობიექტზე. ანუ ბირთვული ობიექტი კიდევ არის დღის წესრიგში. საინტერესოა აგერ 5 საათის წინ
კატარის ხელისუფლება აცხადებს, რომ ირანული თავდასხმების შედეგად განადგურებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის დარტყმები არის მიყენებული კონკრეტულად კატარის აეროპორტის მიმართულებით. და ის რა თქმა უნდა კატარის აეროპორტი სავარაუდოდ ბევრი არის ვინც საერთაშორისო ფრენებში ყოფილა ნამყოფი კატარში მეც მათ შორის როგორც საკვანძო ჰაბი არის ასეთი ახლო აღმოსავლეთში გადაზიდვებისთვის და აეროპორტის მიმართულებით დარტყმა რა თქმა უნდა ძალიან მძიმე ნაბიჯი არის. იორდანიამ ასევე ირანის ესე იგი charge d'affaires ანუ ელჩის დროებითი მოვალეობის შემსრულებელი მოიწვია და უთხრა, რომ გმობენ, ესე იგი, აი ამ პროტესტი გამოუცხადა ირანული თავდასხმების გამო. საუდის არაბეთმა ასევე 3 საათ, 5 საათის წინ უკაცრავად ჩამოაგდო რიადთან, დედაქალაქთან, პრინც სულტანის ავიაბაზაზე მომდინარე, ესე იგი, ბალისტიკური რაკეტები. ვაგრძელებთ. კატარმა მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა. კატარი აცხადებს, რომ აღარ გვაქვს კავშირი ირანის ხელისუფლებასთან და ეს ქმედებები არ დარჩება უპასუხო. აქამდე კატარი საკმაოდ ნიჭიერად ირანელებთანაც საერთოდ მსჯელობდა სხვადასხვა საკითხზე და შესაბამისად აი ეს დარტყმები ეხლა აღმოჩნდა მათთვის წითელი ხაზი. ისრაელში არა ამ შემთხვევაში უკაცრავად იორდანიაზე არის საუბარი. იორდანიაში იყო განგაში 5 საათის წინ. შემდეგ ესე იგი ქუნეიტრას მიმართულებით, ქუნეიტრა არის აგერ ჩრდილოეთ ნაწილი, ეს არის ანუ ისრაელი, ეს არის ჰოლანდიის მაღლობლები. ქუნეიტრა არის სირიის ტერიტორიაზე, ვისაუბრია ამაზე. აქედან მოდიან დრონები და ეს დრონებიც არის ჩამოგდებული იქ 5 საათის წინ. ისრაელისში ასევე 5 საათის წინ იყო განგაში ტერიტორიის, ესე იგი, ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში, თელ-ავივის მათ შორის ბალისტიკური რაკეტების საფრთხის გამო. ესე იგი, 4 საათის წინ ირანელებმა განაცხადეს, რომ დარტყმა მიაყენეს ნეტანიაჰუს საცხოვრებელ სახლზე, რეზიდენციაზე, ისრაელის პრემიერ-მინისტრის, რაც არ დადასტურდა და კიდევ ერთხელ ზოგადად ირანელებს ჩვევიათ ესეთი პროპაგანდისტული განცხადებები შინაარსის გარეშე და წარმოუდგენელი ამბავია, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს განცხადება იყო. მდგომარეობა რჩება საკმაოდ დაძაბული 4 საათის წინ, ესე იგი კიპროსზე, სადაც კონკრეტულად საფრთხეები გრძელდება ახალი თავდასხმების. ესე იგი საამიროებში საერო თავდაცვა მუშაობს. ისრაელი ხოდა ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ აი მინდა სხვა კადრები განახოთ სანამ იქეთ დავბრუნდებით ირანის მდგომარეობის არის ისრაელის რუკა და მოკლედ აქ ხედავთ სიახლეს. ჰეზბოლა, ტერორისტული ორგანიზაცია ჰიზბულა, რომელიც არის ირანის პროქსი, ჩაერთო ამ ომში და ეს ტერორისტული ორგანიზაცია ახლა პირდაპირ მონაწილეობს ომში. ეს რასაც კადრებს ხედავთ, ეს არის ლიტანი, მდინარე ლიტანის სამხრეთ ნაწილი, აგერ სასაზღვრო რეგიონი, აგერ მდინარე. აქ ისრაელმა ევაკუაცია გამოაცხადა, ანუ უთხრა, რომ ყველა ეს სოფელი მოსახლეობა უნდა დატოვოს. პლაცდარმად იქცევა ეს ტერიტორია საბრძოლო, ბუფერულ ზონას აწყობს ისრაელი ლიბანის ტერიტორიაზე და ხედავთ რა ხელად დარტყმები არის განხორციელებული, რადგან ამ ტერიტორიაზე გააქტიურებული არის ჰეზბოლაჰი. გარდა ამისა, დარტყმები არის მიყენებული ცოტა უფრო ჩრდილოეთითაც ამ ნაწილში, ხედავთ ბეკაას ზოლში ასევე და ბეირუთი. დედაქალაქ ბეირუთშიც საკმაოდ ბევრი დარტყმა არის მიყენებული ამ მიმართულებით. და ეს არის მოკლედ თუ ავიღებთ რუკას და ვნახავთ მაგალითად, ხედავთ რომ ჩვენთვის ნაცნობი ჰუსიტები ომში არ მონაწილეობენ ჯერ. მაგრამ ომში მონაწილეობენ უკვე ჰეზბოლა, როგორც გითხარით. შესაბამისად, აქედან გამომდინარე ყველა დასკვნით. ანუ ეს მდგომარეობა ახლა დამძიმდება და დამძიმდება კიდევ უფრო. ირანული მდგომარეობა. ვაგრძელებთ ანალიზს 5 საათის წინანდელი მონაცემებით ვიყავით გაჩერებული და გავაგრძელოთ ანალიზი აგერ აქედან. ესე იგი, ირანში ამ რაიონში საინტერესო არ არის შუქი. ეგეც რეჟიმის დაშლის ერთ-ერთი კონკრეტული ნაბიჯი არის. ერბილში გრძელდება თავდასხმები, ერბილი არის ერაყის ქურთისტანის ტერიტორია.
სადაც ამერიკული ბაზა არის, ასე ვთქვათ, აეროპორტს იყენებენ იქ ამერიკელები და აქ მიმდინარეობს დარტყმები დრონების მეშვეობით. გარდა ამისა, ისრაელი ხო აცხადებს, რომ ესე იგი ლიბანის მიმართულებით დარტყმებს გააგრძელებს. ბრიტანეთმა გამოაცხადა ევაკუაცია აი ამ ორი ბაზიდან მაქსიმალურად საკუთარი პერსონალის მარტო ტოვებს იმ საჭირო პერსონალს, რომელიც იქ არის. ესე იგი, გარდა ამისა, შემდეგ უკვე 4 საათის წინ იწყება დარტყმები თეირანში და გეტყვით, რომ აი 4 საათის წინ რო დაიწყო, იქ თბილისის დროით გამოდის 3 საათი, იქედან იბომბება თეირანი პრაქტიკულად ბოლო წუთამდე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მდგენელი, აგერ თეირანის მდგომარეობა აგერ უკაზე. ხედავთ ხო? თეირანი იბომბება სხვადასხვა რაიონის საჭიროებისამებრ. ამერიკელებმა დაადასტურეს, რომ 3 ესე იგი F-15 ჩამოვარდა. ეს არის მდგომარეობა ირანული დარტყმის შემდეგ ბერშებაში. ისრაელში დღეს საკმაოდ მძიმე შემთხვევა მოხდა ბერშებაში. ეს ქალაქი არის ბერშება, აგერ აქ სამხრეთით საკმაოდ ხედავთ ღაზა აქ არის და ბერშება აქ არის მოკლედ და აგერ კადრები. ეს არის თეირანის კადრები. ხედავთ ერთდროულად რამდენიმე ობიექტი იმბობება. ამ კადრებზე კარგად ჩანს. ეს არის პოლიციის შენობა. იყო უბრალოდ პოლიციის შენობა სანანდაჯ ქალაქში, მაგერ სანანდაჯი სად მდებარეობს. მოკლედ პოლიციის შენობა იმიტომ არის განადგურებული, რომ რეჟიმს ებრძვიან. რეჟიმის ჩამოშლა არის მიზანი. კვიპროსზე დაბომბები გრძელდება, კიდევ აი აქ კონკრეტულად თეირანში ბასიჯების ბაზა დაბომბეს, ბასიჯები არის ტიტუშკები რეჟიმის. შემდეგ ესე იგი ისრაელმა უარყო ნეტანიაჰუს საცხოვრებელ სახლზე თავდასხმა. 8 ფრენა განხორციელდა დუბაიდან, ძირითადად სამხრეთის მიმართულებით. ცენტრალურმა სარდლობამ ამერიკის დაადასტურა, რომ 4 ჯარისკაცი არის მოკლული საბოლოო ერთობლივად, ანუ გაერთიანებული მონაცემები არის ეს რეალურად. ეს არის ასევე მდგომარეობა ეხლა თეირანში. ესეც არის თეირანი, ეს უკვე არის სანანდაჯი, წერან დროს ავდობდით, პოლიციის შენობა იყო, ეს არის უკვე ესე იგი ისლამური კორპუსის, აი ამ გუშევთა კორპუსის შენობა ამ რეგიონში, რაც ახლიდან ჩავთოთ. არ არის პატარა აფეთქება, როგორც ხედავთ. საკმაოდ ძლიერი დარტყმები მიმდინარეობს, მოკლედ. ვაგრძელებთ ამერიკელებმა B1 სტრატეგიული ბომბდამშენის მეშვეობით დარტყმები მიაყენეს ბალისტიკური რაკეტების დამართვის ცენტრებზე ასევე. და კიდევ საინტერესოა, რომ ამერიკული ბაზები მზად ყოფნაში არიან რეგიონში. ამერიკის თავდაცვის მინისტრმა, უბრალოდ ომის მდივანმა უკვე განაცხადა, რომ ჩვენ არ დავიწყეთ ეს ომი, ჩვენ გვინდოდა მოლაპარაკებებით შედეგის მიღწევა და ირანმა თქვა უარი ამაზეო რეალურად და ჩვენ გავანადგურებთ ირანის ბალისტიკურ რაკეტებს და არ დავუშვებთ, რომ კონდეს ბირთვული იარაღი
ისრაელმა განაცხადა, რომ 2500 სამხედრო ობიექტი არის განადგურებული და 600 ინფრასტრუქტურული წერტილი, ესე იგი, შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი აცხადებს ასევე, რომ ეს ომი არ იქნება ერაყის ომის მსგავსი და არ იქნება უსასრულო. ისრაელს აქვს გააჩნია საკმაოდ კონკრეტული მიზნები და ესე იგი აქ ხედავთ ასევე ზოგადად მდგომარეობას, აგერ კიდევ ერთი კადრები თეირანიდან. საკმაოდ მძიმე კადრები არის. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ესაუბრა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს და გამოუცხადა მხარდაჭერა სუვერენიტეტის ტერიტორიული მთლიანობის ირანის. ესე იგი, ვაგრძელებთ ასევე და უკვე ბევრი ბომბდამშენების მიერ დარტყმები არის მიყენებული ირანის კონკრეტულად სხვადასხვა ძალებზე. აქ ხედავთ ინფორმაციას მიწისქვეშ არსებულ სხვადასხვა ძალებზე და შესაძლებლობებზე კიბერთავდასხმებიც მიმდინარეობს აქტიურად ირანის მიმართულებით და ბოლო ინფორმაცია რაც ვხედავთ, რომ ესე იგი ნეტანიაჰუმ განცხადება გააკეთა ბეით შემეში ასევე თავდასხმის შედეგად ბეის შემეში დაღუპულები არიან, შეგახსენებთ, ირანული ბალისტიკური რაკეტა პირდაპირ დაეცა ერთ-ერთ შენობას და პრაქტიკულად ვერ დაიცვა იმ მამαντმა იქ მყოფი ადამიანები, იმიტომ რომ პირდაპირ დარტყმა გამოვიდა და იქიდან განცხადება გააკეთა, რომ ახლოვდება ის დღე, როდესაც ირანელები თავად შეცვლიან რეჟიმსო. მოკლედ, მდგომარეობა ამ დროისთვის ასეთია დაახლოებით, ვითარება რჩება საკმაოდ მძიმე, კრიტიკული, საომარი მოქმედებები გრძელდება და პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ გასათვალისწინებელი არის რისკები, რა თქმა უნდა, და ჩვენ შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, მოქალაქეებს პირველ რიგში ვინც იქ იმყოფება, ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ მაქსიმალურად ამაზე არაერთხელ თქვი და უნდა გაითვალისწინონ ის ყველა უსაფრთხოების ნორმა, რაც საჭიროა, განსაკუთრებით მოერიდონ სტრატეგიულ ობიექტებს, მოერიდონ მაღალ შენობებს და იმყოფებოდნენ სადღაც თავშესაფარში უსაფრთხოდ მეტნაკლებად იმ რეგიონში, თუ შეუძლიათ რეგიონის დატოვება რაღაც სხვა გზებით, უმჯობესია რეგიონის დატოვება, იმიტომ რომ არავინ იცის ეს ომი რამდენ ხანს გაგრძელდება, შეიძლება საკმაოდ ხანგრძლივი აღმოჩნდეს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, გავაგრძელებთ ანალიზს და უკვე ხვალ დავბრუნდები კონკრეტული ასეთი ახალი მიმოხილვით მოვლენების.